წინასთვის მისი ასაკის სიმაღლიდან გამომდინარე არჩევანი შევაჩერეთ ეგრეთ წოდებულ high-back booster-ზე, რომელიც არის 15-26 კილოგრამ კატეგორია დაახლოებით 110 სანტიმეტრიდან ბავშვებისთვის, რომლებისთვის ჯერ ბუსტერი ადრეა, რადგან ხვედი გაიგვის არასწორ ადგილას და ჯერ კიდევ სჭირდებათ ისეთი მოდელი, რომელთაც აქვს ხვედის ფიქსატორი. თუმცა ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს დაცვის ფუნქციასაც შეასრულებს, ანუ გვერდით ამ მხარეს და თავის არის დაიცავს შეჯახებისას, ამიტომ ეს არა მხოლოდ ბუსტერის და ასამაღლებელ ფუნქციას ასრულებს, არამედ დაცვის ფუნქციასაც შეასრულებს, ამიტომ ეს ერთიორად მნიშვნელოვანი და კარგი არის იმასთან ერთად, რომ ფასითაც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ახლა კი ნახოთ თუ როგორ მონტაჟდება ის მანქანა. ანუ ფიქსაცია ხდება ბავშვთან ერთად, ანუ თვითონ პატარა უნდა ჩაჯდეს შიგნით და იგი ხვედით დავამაგროთ სავარძელში. მოდი მერცხალო. მომეც დაგიხმარო. მოდი. გავაბა დაჭექი. შენი მობილური საყვარელო შეგიძლია რომ აი აქ ჩატო. საკუთარი ჩასადები გექნება. ესე იგი ხვედის მეშვეობით პირველ რიგში დავურეგულიროთ თავის ადგილი, რომ ზუსტად იყოს მისი სიმაღლის მიხედვით. მოდი ერთიც აბა მიეყუდე, მიაქციეთ ყურადღება, რომ თავი იყოს არ აცდეს, ასე ვთქვათ, ამ დონეს და იყოს სულად დაცული თავის დამცავებს შორის. შემდეგ უკვე ხვედს ვატარებთ თვითონ ხვედის ადგილი, სადაც არის, აი ეს არის ფიქსატორი ხვედის, თუ ჩანს აი ეს წითელი, ამის მეშვეობით ხდება ხვედის ფიქსაცია იმ დონეზე, რაც არის თქვენი პატარა ანგელოზისთვის სწორი. აი ნახეთ, უკვე ხვედი გაივლის სწორ ადგილას, ანუ რო იცოდეთ თქვენს აი ეს ლავიწის ძვალი არის სწორი ადგილი, არც კისერი, არც გულმკერდი, არც ძიღლია, ლავიწის ძვლის ადგილას გაივლის. რა იყო მერცხალო? რა იყო? მოვქაჩავთ სასურველ დონეზე და ვამაგრებთ მანქანის ხვედის დასამაგრებელში კარგად. შემდეგ უკვე ვასწორებთ აი ამ ადგილებს, აუცილებლად აი აქ უნდა იყოს ამოტარებული, აი ნახეთ აი ამ ადგილებში და უკვე ვახდენთ ამის სწორ ფიქსაციას. всё. დამაგრებული არის ავტოსავარძელი სწორად ამ შემთხვევაში.